ნიჭიერ ახალგაზრდებს მათთვისაც სხვისი დახმარებით არ სჭირდებათ გზის გაკვლევა და თავიანთი ტალანტით აღწევენ თვითმყოფადობას, ნამდვილად უნდა შეფასებაც და დაფასებაც. ჩვენი გადამღები ჯგუფი დიზაინერ თამთა სოსელიას ესტუმრა, მან ბაბუამისის სახელოსნოში გვემასპინძლა. ეს პატარა გოგონა, გარდა იმისა, რომ სამოს ქმნის, შესანიშნავად ხატავს და გატაცებულია ფოტოხელოვნებით. შეიძლება ითქვას, თამთას ნიჭიერება გენეტიკურია. ის მხატვართა ოჯახის მესამე თაობას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ტანსაცმელზე მუშაობ და დიზაინერი ვარ, ფერწერაშიც მუშაობ ეს რამოდენიმე წელი აკადემიის შემდეგ და ფერწერულ ტილოებსაც ვქმნი. ალბათ ოჯახმა განაპირობა, იმიტომ რომ ოჯახში ყველა მხატვარია. ბაბუა, დედა, მამა და 1 წლის წინ თუ წლინახევრის წინ პარიზში მივიღეთ მონაწილეობა ოჯახმა და მეც მათ შორის. 2010 წელს თამთა სოსელიამ მშობლებთან ერთად საფრანგეთში არტენ კაპიტალის გამოფენაზე 2 ფერწერული ტილო წარადგინა, რომლებიც იქვე გაიყიდა. აღსანიშნავია ის, რომ ეს გამოფენა გრანდ პალასის სწორედ იმ დარბაზში შედგა, სადაც თავის დროზე პიკასო და მოდილიანი გამოფენდნენ ხოლმე თავიანთ შედევრებს. ეხლა მუშაობ ზეთის ფერებით, შეერეული ტექნიკითაც მუშაობ, აბსტრაქტულ ნახატებს ვქმნი, იმპრესიონისტულ ნახატებს. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში, კარლო ვივარში მოწყობილ გამოფენაზეც. თამთამ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია უშუალოდ საკუთარ პროფესიაშიც. მეგობართან ერთად დიზაინერი მიწვეული იყო 2011 წლის მოდის კვირეულზე, სადაც მან ორიგინალური კოლექცია ქართული მოტივები წარადგინა. ამ წლის 8 მარტს კი ისევ მეგობართან ერთად მონაწილეობა მიიღო მაგთი კლუბში გამართულ მოდების ჩვენებაზე. თბილისის მოდის კვირეულზე გავიტანე ეს კოლექცია ჩემ მეგობართან ერთად, ქეთია ქუბარდიასთან ერთად, ორივე დიზაინერები ვართ და ტანსაცმელს ვქმნით. და ამის გარდა აქსესუარებს, ფეხსაცმელზე მუშაობთ, ხელთათმანებზე, მოკლედ წვრილმან აქსესუარებზე. ეხლა მე გავუკეთებ ჩემს ამ აქსესუარს. და ტანსაცმელში გამოვიყენეთ ქართული მოტივები, ეს კრამიტი, ქართული სახლებისთვის დამახასიათებელი. ეს რაც არის ხევსურული ორნამენტი და ეს ქართული სახლები, ძველი, თბილისური. რითია გამორჩეული თამთას სამოსი და აქსესუარები. კოლექცია, როგორც მისი სახელწოდებიდანაც ხვდებით, ქართულ მოტივებზეა შექმნილი. მაგალითად, ქართული კრამიტია გამოყენებული მოსასხამებისა თუ მხრების გამოსაკვეთ დეტალებად. რიკულების კომპოზიციითაა დატვირთული კაბის გულისპირი. ქართული ანბანი სასოებია დატანილი აქსესუარებზე. ძირითადად აქსესუარებში არის ტყავი და ზამში და აქ სხვადასხვა ტანსაცმელში სხვადასხვა ქსოვილია, ფაქტურა. მე ჩვენ სხვადასხვა ტექნოლოგიას ვიყენებთ, ქვილს, შიბორს, მაგრამ შიბორი ქართულ მოტივებში ჯერ არ შეგვიტანია. შემდეგ კოლექციებში გამოვიყენეთ. სწორედ თამთაზეა ნათქვამი ხელიდან ყველაფერი გამოუდისო. ის განსაკუთრებული სიამოვნებით მუშაობს ბატიკაზე, ქვილთზე, თექასა და შიბორზე. რაც შეეხება ფოტოგრაფიას, ეს მისი ჰობია. როგორც თავად აღნიშნა, ბუნებაში ის დადებითი ენერგიით ივსება, ამიტომაც ხელოვანი ხშირად გადის ხედების გადასაღებად. ეკლესიების და ფრესკების გადაღება დიდ სულიერ სიმშვიდეს მატებს მე, ფსიქოლოგიურად ვისვენებ და დიდი ენერგიით ვივსები, რომ შემდგომში ფერწერული ტილო შევქმნა და ჩემი ემოციები გადავიტანო იმაზე.